სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევით მეტი რა გეგმით ბრუნდება გოგა მელიქიძე ბიზნესში. ვიცით რომ საქართველოს არ უკავშირდება ამ ეტაპზე. კი, მოყვები, ანუ ჩვენ სად მიდიხართ? ვერთები რეფორმატიქს მე და ნიკამ გადავწყვიტეთ რომ რეფორმატიქსი კაპიტალი ავაწყოთ ცენტრალურ აზიაში და რეფორმატიქს კაპიტალში გულისხმობთ საინვესტიციო ბანკი. ანუ ძირითადი ბაზრები იქნება ყაზახეთი, უზბეკეთი და მან გვინდა რომ ესე ვთქვათ წარმატებული, თუნდაც კონკურენციას დაბალია რეფორმატიქსი როგორც ნიკაც ბევრჯერ იძახეს ხოლმე ხო ანუ ნიკა გილაურის ესაუბრა. ბევრჯერ როგორც ვთქვი ანუ ბოლო 20 წელია განსაკუთრებით მაგ ბაზრებს ემუშავება, გარდა სხვა განვითარებადი ეკონომიკების ანუ ცენტრალურ აზიაში საკმაოდ კარგადაა წარმოდგენილი რეფორმატიქსი აქედან გამომდინარე აი ამ გამოცდილებაზე ავაშენოთ შემდეგი ეტაპი, რაც უფრო ესე ვთქვათ კომერციული ნაწილი იქნება, ანუ აქამდე კომერციული კომპანიები იყო უფრო government advisory, ახლა გადავალთ ესე ვთქვათ უფრო კომპანიების advisory-ის ნაწილში და ავაშენებთ, გვინდა რომ ავაშენოთ საინვესტიციო ბანკი, რომელიც კომპანიებს და საერთაშორისო კომპანიებს, ანუ ესე ვთქვათ ამერიკულ დასავლურ კაპიტალს შეიყვანს ცენტრალურ აზიაში, ანუ უზბეკურ, ყაზახურ კომპანიებში და ანუ იქ მსხვილ და საშუალო დონის კომპანიებს მივეხმარებით რომ მოიზიდონ კაპიტალის ბაზის ინსტრუმენტებით, მოიზიდონ კაპიტალი დასავლური და ამის მომენტუმს ვხედავთ. ვხედავთ რომ აი ახლა ამაზე დროის ხარჯვას იქ აზრი აქვს, როგორც ბაზრის განვითარების ეტაპის ხარისხიდან გამომდინარე, თან დასავლური ინვესტიციების ინტერესიდან გამომდინარე. და რატომაც არა ეს ვთქვათ, აინტერესებს და წარმატებები ხშირად მოგიკითხავთ აუცილებლად.